იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ხდომა მოამბის ობიექტივში ეს ის შემთხვევა, როდესაც საქართველოს უახლეს ისტორიაში პირველად ხდომის სრულად გადაღების უფლება მიეცა. დღეს ჩვენი ყურადღების ცენტრში დანიშვნა გადანიშვნის საკითხი მოექცა არასამთავრობოთა ნაწილი იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მიმართავს და კანონის გვერდისავლით მოსამართლის შესაძლო დაწინაურებაზე საუბრობს. არასამთავრობოთა პრეტენზიების შესახებ ნიკა მოლოდინაშვილი მუშაობდა. არასამთავრობო ორგანიზაციები საერთო განცხადებაში იუსტიციის უმაღლეს საბჭოს კანონის დაცვისკენ მოუწოდებენ. ისინი საქალაქო სასამართლოს მოსამართლის შოთა გეწაძის ზემდგომ სააპელაციო სასამართლოში დანიშვნას საბჭოს წევრთა არანაკლებ 2/3-ის მხარდაჭერით ურჩევენ. განცხადებაში ნათქვამია, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლის დანიშვნას გადანიშვნას უწოდებს და შოთა გეწაძის ზემდგომ ინსტანციაში გადაყვანას უბრალო უმრავლესობით გეგმავს. ჩვენი მეც ვიტოვებთ, რომ 17 ივლისს დანიშნულ საბჭოს ხდომის დღის წესრიგში მოსამართლის სხვა თანამდებობაზე გადაყვანის შესახებ საკითხის დაყენება არ ნიშნავს იმას, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო აპირებს კანონის გვერდისავლით უბრალოდ უმრავლესობით მიიღოს გადაწყვეტილება მოსამართლეთა დანიშვნის შესახებ. სხდომა, სადაც შოთა გეწაძის ზემდგომ ინსტანციაში დანიშვნის საკითხი უდაგან ხილული იყო, დღეს 3 საათზე დაიწყო. მოამბემ სურვილი გამოთქვა საბჭოს სხდომაზე საკითხის განხილვა გადაიღო, თუმცა საბჭოს წევრთა ნაწილმა, მათ შორის უზენაეს სასამართლოს თავმჯდომარემ, სხდომის განაწესი მოიშველია და გადაღების შესაძლებლობაზე უარი განაცხადა. სხდომის გადაღება მინდა თუ არის შესაძლებელი? ჩვენი წესის მიხედვით, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებმა შესაძლებელია განახორციელონ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს სხდომის გახსნის ფოტოგადაღება და ვიდეო და აუდიო ჩაწერა. თუმცა მოგვიანებით მას შემდეგ რაც მოამბემ სხდომის დაწყებამდე საბჭოს წევრებს გადაღების მოთხოვნის წერილობითი შუამდგომლობით მიმართა საქართველოს იუსტიციის საბჭოს მუშაობის ისტორიაში პირველად სხდომის სრულად გადაღების უფლება მოგვეცა. იუსტიციის უმაღლეს საბჭოს სხდომა არის კოლეგიური საჯარიმო ცნებულების სხდომა და შესაბამისად ჩვენ რაც უნდა დავაწესოთ წესები ჩვენი რეგლამენტით ალბათ კანონის მოთხოვნებს ვერ შეცვლით. ინდივიდუალურ შემთხვევაში მე არანაირი პრობლემას არ ხედავ გადავიღოთ. კარგია რომ ჟურნალისტებს ასეთი დაინტერესება აქვთ ჩვენი საქმიანობით. თანხმდებით ახლა რომ დღევანდელ სხდომაზე მივცეთ საშუალება რომ გადაიღონ ეს კადრები, ოღონდ ისე რომ აქ ბევრი სიარული და ხმაური არ იყოს. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მიიჩნევს, რომ ისევე როგორც სასამართლო პროცესების გაშუქებისას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომების გადაღების უფლება ყოველგვარი შეფერხებების გარეშე საზოგადოებრივ მაუწყებელს მომავალშიც უნდა მიეცეს. კახა კოჟორიძის განმარტებით კანონმდებლობაში გარკვეული ხარვეზებია, რომლის გამოსწორებაც უნდა მოხდეს. დღევანდელი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა იმითაც იყო ჩემთვის პირადად განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, რომ დღეს ამ საბჭოს არსებობის ისტორიაში და არა მხოლოდ ამ საბჭოს არსებობის ისტორიაში, მე მგონი საქართველოს დამოუკიდებლობის და საბჭოს შექმნის ისტორიიდან მოყოლებული პირველად მოხდა ის, რომ ჟურნალისტს მიეცა საბჭოს სხდომის ვიდეო გადაღების უფლება. მე არ გულისხმობ კადრების აღებას, მე უცხადია გულისხმობ მთლიანად შინაარსობრივად გადაღების უფლებას. რაც შეეხება დღის წესრიგში გათვალისწინებულ პირველ საკითხს, რომელიც საქალაქო სასამართლოს მოსამართლის შოთა გეწაძის სააპელაციო სასამართლოში გადაყვანის საქმეს ეხება, დღეს განსხვავებული მოსაზრებების გამო გადაიდო. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ მოსამართლის ერთი ინსტანციიდან მეორეში დანიშვნა კონკურსის წესით უნდა ხდებოდეს და მანკიერი პრაქტიკა საერთო სასამართლოების შესახებ კანონში არსებული 37 მუხლით წლინახევრის წინ საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე თვითადრე ამოქმედდა. რომ მათ მონაწილეობა უნდა მიიღონ კონკურსში სხვებთან ერთად და სხვებს პოტენციურ კონკურენტებს უნდა ჰქონდეს მათთან ერთად თანაბარი შანსი, თანაბარი შესაძლებლობა იმისა, რომ მათი კანდიდატურა განხილული იქნეს ამ ადგილებზე. მე ვერაფერ ვერ დავეთანხმები, რომ ამაზე კონკურსი ჩატარდეს, ვიდრე კონკურსზე დაექვემდებარებიან და მოსამართლეები უკვე 3 წლიან გამოსაცილ ვადას და კანონში გვეწერია 37 პუნქტში, რომ როდესაც დანიშვნა ხდება სხვა სასამართლოში, ხდება ზუსტად იმ ვადით, რა ვადაც აქვს მოსამართლის დარჩენილი. რაც არის 37 მუხლში, რომ თურმე შეიძლება ინსტანციურობის პრინციპის დარღვევით, ზევიდან ქვევით, ქვევიდან ზევით მოსამართლების დანიშვნა გადანიშნა. ეს თითქმის არსად არა. ეს არის უკანონო კანონი, არალეგიტიმური კანონი. 10 წელი როცა მოსამართლე იმ შტატში მუშაობს, მერე კიდე გაიაროს კონკურსი და ვთქვათ რაღაც გამოცდა გაიაროს, ამას არ მიმაჩნია ნამდვილად სწორად.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა ერთი ნაწილის მიერ დღეს უკმაყოფილება სხვადასხვა მოსამართლეების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებითაც გამოითქვა, რომლებიც ზემდგომ ინსტანციაში 10-დან 8 შემთხვევაში გაუქმებულად ცხადდება. არის ისეთი მოსამართლეები და გვარებით შეიძლება დავასახელოთ, რომელსაც 10 საქმე მაგალითად საპელაციაში წავიდა და 8 გაუქმებულია. აუცილებლად შესწავლილ იქნას. თუ რა მიზეზით მოხდა? დაინიშნება თუ არა საქალაქო სასამართლოს მოსამართლე შოთა გეწაძე სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ, ეს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მომდევნო სხდომაზე გაირკვევა. მოამბე ისევე როგორც დღეს, მომდევნო სხდომის გადაღებასაც შეეცდება.